Let me invite our next panel moderator, Guga Kobakhidze, who will introduce you his panel members. Please, Guga. You can proceed in Georgian. მოგესალმებით. მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. So I will just say 2 words in English. So we decided to hold this presentation in Georgian because we are trying to encourage you to learn Georgian. So that's why. მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, ორგანიზატორებს დიდი მადლობა ესეთი ძალიან საინტერესო ღონისძიებისთვის. მინდა რომ ჩვენი პანელის მონაწილეები მოვიწვიო. პირველ რიგში მინდა ბატონი დავით დანელია მოვიწვიო ჩვენთან, არქიტექტურული კომპანია მიდამოს პროექტების მენეჯერი. დავით, გთხოვთ. Citizens ყველა იცნობთ, გამორჩეული კომპანია, რომელიც ტრენდსეტერია ნამდვილად ბაზარზე და აწესებს მაღალ სტანდარტებს და გოგა მაჭავარიანი მისი დირექტორი თუ შეიძლება. და ბოლოსთვის ესე იგი ერთადერთი და განუმეორებელი ექსპო ჯორჯია გვაქვს და ასევე ერთადერთი და განუმეორებელი რესან ქიქავა გვყავს და რესან გთხოვთ თუ შეიძლება. სანამ პანელურ დისკუსიას დავიწყებთ, გოგას მინდა სიტყვა გადავცე და შემდეგ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავინაცვლოთ. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ერთი-ორი სიტყვით მინდა ვთქვა ჩვენი კონკურსის შესახებ, რომელიც ეხლაღანს დასრულდა, რომელიც ხონდა გამოცხადებული ექსპო ჯორჯიას ტერიტორიის განვითარებაზე და მინდა წარმოგიდგინოთ კონკურსის გამარჯვებული მიდამო. ბატონი დავითი. ძალიან დიდი მადლობა. მოკლე პრეზენტაციას გააკეთებს დავითი, თუ რა ხედვა გვაქვს, რას ვფიქრობთ, როგორ განვითარდება ჩვენი ექსპოს ტერიტორია. საამშვიდობის ხალბატონებო და ბატონებო, მოგესალმები და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. ძალიან დიდი მადლობა გოგა, ძალიან მოხარულები ვარ ჩვენი გუნდით ამ კონკურსში გამარჯვებისათვის და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის წარმოგიდგინოთ ექსპო ჯორჯიას მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფციის პროექტი. ჩვენი კონცეფციის მთავარი ამოცანა იყო ისტორიული ნაწილის, ექსპო ჯორჯიას ისტორიული ნაწილის და პავილიონების შენარჩუნება და თავისუფალ სივრცეებში ახალი ჰარმონიულად შერწყმული მოცულობების განთავსება. კაცრავად. გენგეგმაზე ცალსაღად დაინახავთ, რომ ექსპო ჯორჯიას ცენტრალური ნაწილი, რაც წარმოადგენს რეკრეაციულ სივრცეს და ყველა ის ისტორიული პავილიონი, რომელიც ტერიტორიაზეა განთავსებული, შენარჩუნებულია და ჩვენთვის ძირეულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყველა შენობა შეგვენარჩუნებინა და მესაკუთრესთან ერთად სამომავლოდ მათი რეაბილიტაცია მოგვეხდინა, ხოლო თავისუფალი სივრცეები, რაც არის ტერიტორიის კუთხეებში განთავსებული, სადაც დღესდღეობით პარკინგია განთავსებული და ქვემოთ გაგვეთავსებინა სხვადასხვა მოცულობები. დღევანდელ დღეს, დღესაც ვიმყოფებით მაგ პავილიონის რელოკაცია განხორციელდება კერძოდ ახლოს მდებარე ისტორიულ შენობასთან და ასე რომ არც ერთ შენობას არ ვეხები და ერთადერთი ეს შენობა იქნება გადანაცვლებული, ასე ვთქვათ, გვერდზე ტერიტორიაზე. რაც ცოტა ღელავდა მე მომიტევეთ. ფუნქციურად სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება პროექტი, ეს არის საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ნაწილი. ძირითადი, ასე ვთქვათ, საცხოვრებელი ნაწილი განთავსებულია წერეთლისა და სამტრედიის ქუჩის კუთხეში, რომლის ძირით არის, ასე ვთქვათ, პირველი პედესტალი, კომერციული ნაწილი და მრავალფუნქციური ობიექტი, ხოლო წერეთლისა და აქეთ ქვედა კუთხეში განთავსებულია საოფისე შენობა და დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი მოცულობა. ასევე აქ ცხადად დაინახავთ, რომ ცენტრალური შესასვლელი, რომელიც ისტორიულად იყო ექსპო ჯორჯიას, ესე ვთქვათ, პიაცა, გავხსენით მაქსიმალურად, რომ ტერიტორიაზე ისევ აღვედგინა
შემოსვლა და ძეგლი, რომელიც მან დგას აღმაფრენის, ტოვებთ როგორც სიმბოლოს ამ ტერიტორიის. ხმა მოკლედ გაგაცნობთ ვიზუალურ მხარეს ჩვენი კონცეფციის. ეს არის კადრი წერეთლის გამზირიდან, წერეთლისა და სამტრედიის ქუჩის კუთხეში, როგორც მოგახსენეთ, პედესტალი წარმოადგენს კომერციულ და მრავალფუნქციურ ცენტრს, რომლის თავზეც განთავსებულია რამოდენიმე საცხოვრებელი ბლოკი. აქედანვე კუთხის რაკურსიდან, ისევ სამტრედიის და წერეთლის ნაწილიდან ხედი, რომელშიც ასევე ჩანს ჩვენი საოფისე ნაგებობა და ამ ორ კუთხეს შორის საკმაოდ დიდი სივრცეა, სადაც დატოვებულია არსებული რეკრეაციული ზონა. ეს კადრი უკვე არის სტანისლავსკის და წერეთლის გამზირის კვეთიდან, სადაც ჩანს ეს პიაცა, რაზეც წეღან ვისაუბრეთ და ძეგლის შენარჩუნების ადგილი. რაკურსი იგივე კუთხიდან. ეს არის უშუალოდ არსებული ტბიდან კადრი, სადაც გვაქვს დაბალი დანაშენიანება და ხედი პიაცაზე. ხანდახან ხედი ისევ ტბიდან ოფისის ნაწილში. საოფისე ნაწილის წერეთლის გამზირიდან კადრი. და აი ფოტომონტაჟი შეგიძლიათ დაინახოთ თუ როგორ განახორციელეთ ახალი მოცულობების განთავსება და ძირითადი ისტორიული რეკრეაციული სივრცის შენარჩუნება და პავილიონების შენარჩუნება ტერიტორიაზე. როგორც სამომავლოდ რეაბილიტაციის პოტენციალით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. დავით, დიდი მადლობა საინტერესო პრეზენტაციისთვის. პირველი კითხვა გოგა თქვენთან მექნება. დავითმა ძალიან კარგი რაღაცები გაგვიზიარა და მოდით იმ მთავარ მოტივებზე ვისაუბროთ, რა იყო თქვენი мотиваცია ექსპო ჯორჯიას მიმდებარე ტერიტორიის განვითარების მიმართ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მთავარი იდეა ჩვენ რითიც დავიწყეთ ფიქრი ექსპო ჯორჯიას განვითარებაზე იყო ამ უნიკალური და ალბათ ყველაზე გამორჩეული ტერიტორიის დიდუბეში ამ ტერიტორიის ირგვლივ რაღაცა განსაკუთრებული და დამატებითი ფუნქციების კომპლექსი შეგვექმნა. ამისთვის ხო უფრო დეტალებში რო წავედით, შემდგომ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი мотиваტორი და ეს იყო გარშემო არსებული ტერიტორია. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენი ეს პროექტი, რომელიც ახლა წარმოადგენთ და ყველა ვხედავთ, რომ გარდა იმისა, რომ სარეკრეაციო ზონას ძველ შენობებს არ ვეხებით, ერთადერთი რასაც ვფიქრობთ, რელოკაცია ჭირდება და უფრო დიდ სავაშინოთ, ეს არის არსებული პავილიონი. ჩვენ ფიქრობდით მოკლედ ამ ჩვენი პროექტი ფიქრობთ და დარწმუნებული ვართ ამ პროექტით, ხო, ჩვენ ბიზნესს მივცემთ და მაგალითს მივცემთ იმ გარშემო ტერიტორიის განვითარებას და ტრანსფორმაციას. აქ რა თქმა უნდა გულისხმობ ამ ინდუსტრიულ ზონას, იმიტომ რომ ადრე თუ გვია, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ეს ყველაფერი უნდა ტრანსფორმდეს უფრო ლამაზ და უფრო урбанულ ქსოვილად, იმიტომ რომ ეს განვითარება ახლა რაც მიდის გარშემო ტერიტორიის ყველა დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს შეცვლა ჭირდება. ხო და ზუსტად ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი мотиваტორი, რომ გარშემო ტერიტორიას ბიძგი მივცეთ, ჩვენ თვითონაც ჩავერთოთ. ახლა ამაზე საუბარს დავიწყეთ და ამ პროექტზე მუშაობა, ძალიან ბევრი გამოხმაურება მოყვა ყველა მხრიდან. დავკავშირდნენ, იმიტომ რომ მართლა ყველა უკვე ხვდება რა, რომ რაღაც შესაძლებელია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი პროექტი იქნება, ერთ-ერთი მთავარი პროექტი, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი ტერიტორია, რა თქმა უნდა, ეს არის და შემდგომ გარშემო ტერიტორიაც ანალოგიურად განვითარდება.
მადლობა. რესთან თქვენთან მექნება კითხვა. ექსპო ჯორჯიას აქვს ძალიან დიდი ისტორია ზოგადად, ხო? რა როლს ასრულებდა და ეხლაც რა როლს ასრულებს კულტურული ან ეკონომიკური მიმართულებით და მომავალშიც რა როლი უნდა შეასრულოს? მადლობა, საღამოშიდობის. დაახლოებით აი შვილზე რომ უნდა ილაპარაკო ისეთი ის, ხო იცი, შენ რო ვერ აქებ და გირჩევნია რომ სხვა მაქვს, მაგრამ მე მგონი 30 წლის განმავლობაში რაც ეს კომპანია არსებობს და ეს ცენტრი კიდე 60-იან წლებში დაიწყო მისი მშენებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ამ ხნის განმავლობაში, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური, ასევე კულტურული თვალსაზრისით ის გარკვეულწილად იქცა თბილისის იდენტობის ნაწილადაც. ბევრმა ადამიანმა გაიცნო თბილისი სწორედ ამ სივრცით, იმიტომ რომ ჩატარდა ამ ხნის განმავლობაში უამრავი კონფერენცია, ფორუმი, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, როგორც იცით, და ამ კუთხით დაგროვდა ამ სივრცეში ძალიან დიდი რაოდენობით კარგი გამოცდილება, დაგროვდა ძალიან ბევრი ემოცია, ესეთი აი საინტერესო გასახსენებელი ემოციები, ასე ვთქვათ. ეს ემოციური ნაწილსაც შეეხება. ასევე კომერციული თვალსაზრისითაც, ბიზნესის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იყო ეს მნიშვნელოვანი და არის და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ეს იყო პლატფორმა, სადაც ბიზნესები ხვდებოდნენ ერთმანეთს, სადაც ინოვაციების წარდგენა ხდებოდა და ასევე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. ის 10-მდე საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ექსპო ჯორჯია ახორციელებს, თქო, ამის გარდა არის არაერთი გამოფენა და ისეთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზება, რომელიც იმართება ამ ტერიტორიაზე. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს სჭირდება განვითარება და ჩვენც სულ მაგაზე ვფიქრობდით, რომ როგორ შეიძლება ვთქვათ ამ სივრცის შენარჩუნებით მაინც მოხდეს მისი წინსვლა და განვითარება, იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, რეალობა ის არის, რომ ეს საკმაოდ მოძველებულია პრინციპში ეს ჩვენი სივრცე და ინფრასტრუქტურა, რომელსაც განახლება, რა თქმა უნდა, მხოლოდ წაადგება ამ კუთხით. ჩვენს ქვეყანასაც აქვს პოტენციალი გაცილებით დიდი ამ მიმართულებით, იგივე ხაბათ რო ჩამოყალიბდეს თქვათ საგამომცემლო მიმართულებით და ვფიქრობ, რომ კეთილგონიერი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რომელსაც მე ვხედავ აც უკვე პარტნიორებში, სწორედ ამის იმედს მაძლევს და სულ წმუნებას, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ კიდევ უფრო კარგ სივრცეს მივიღებთ ამ ყველაფრის შედეგად. მადლობა რესან, გოგა ისევ თქვენთან მექნება კითხვა. ისევ ამ თემის გარშემო რომ ვისაუბროთ, აი განვითარების პროცესში და მომავალშიც ხედვა როგორია თქვენი, რამდენად მნიშვნელოვან როლს დაიკავებს ისევ საგამოფენო სივრცეები და ეს ლოკაცია რამდენად როგორც თქვით შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განავითარებს ამ მიმართულებას ამ პროექტის ფარგლებში. ზუსტად ეგ არის, რესანაც აღნიშნა, რომ განვითარება და ის ყველაფერს საჭიროა. რეალურად რასაც ვსაუბრობთ, ეს არის, რომ ჩვენ არც ერთი წამით არ ვიხებით ამ ფუნქციას. ის დამატებითი ფუნქციები ჩვენ როგორც ჩემო გვაქვს, ეს არის საოფისე, სავაჭრო, შეიძლება სასტუმრო, საცხოვრებელი ფუნქციები. ეს კიდევ დამატებით მიზიდულობის წერტილს შექმნის ამ ტერიტორიაზე უფრო მეტ ინტერესს და მე დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი დატვირთულობით გააგრძელებს ეს საგამოფენო სივრცეები მუშაობას და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. ჩვენ ასევე შემდეგი ეტაპი გარშემო ტერიტორიის განვითარების გარდა ასევე გვაქვს დაგეგმილი, როგორც თქვი ხა ეს არსებული პავილიონი უნდა რელოკაცია უნდა გავაკეთოთ, ოღონდ ისე რომ ფუნქციური წყვეტა არ ქონდეს, რა თქმა უნდა, ჯერ ახალს ავაშენოთ, ასე ვთქვა და მე ეს ფუნქცია ყველაფერი გადავა იმ ახალ შენობაში და მხოლოდ მე მოხდება ამ ტერიტორიაზე უკვე ახალი პროექტის განვითარება. დამატებით ჩვენ ასევე შემდეგი ეტაპი გვექნება არსებული პავილიონების რეაბილიტაცია, რენოვაცია. რომელშიც ასევე კონკურსი გამოცხადდება და მოვიწევთ ადგილობრივ და უცხოურ არქიტექტორებს. ასე რომ ფუნქციურად ჩამოვთვალე რაც არის და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და კიდევ უფრო გაზრდის აქ მობილობას, კიდევ უფრო გაზრდის ჩემი აზრით არა მარტო ექსპოს მიმართ მობილობას, არამედ მთლიანად დიდუბის რაიონისთვის გაზრდის ძალიან მიმოსვლას და ასე ვთქვათ ინტერესს რა. მადლობა. დავით, თქვენთან გადმოვალ თუ შეიძლება კითხვით.
ცოტა უფრო სიღრმეში რომ შევიდეთ კონცეფციის ნაწილში. როდესაც მუშაობდით ამ კონცეფციაზე, აქ რაღაცა მულტიფუნქციური ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება, ხო? აი ამ კუთხით რა დეტალები გაქვთ დაგეგმილი, გათვალისწინებული, იმიტომ რომ ეხლა რო საუბრობდით, აქ ცალსახად შეიქმნება უფრო მეტი ტრაფიკი, ვიდრე დღეს არსებობს, არა მხოლოდ ექსპოს ტერიტორიაზე, არამედ მთლიანად ამ მიკროზონაში. თქვენ რა დეტალები გაქვთ გათვალისწინებული ამ კუთხით, ეს ერთი შეკითხვა და მეორე, რა ხდება იმ ისტორიულ და ისეთ შენობებზე თუ რეკრეაციებზე, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ექსპოს ტერიტორიაზე, რა ბედი ეწევა ამ ყველაფერს. პროექტირების პროცესში გამოვიყენეთ გრადი ურბან რაც გულისხმობს ადამიანზე ორიენტირებულ სივრცეებს, შერეული ფუნქციებს და მაქსიმალურად რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნებას. რაც არაერთხელ აღნიშნეთ ყველამ ერთად, რომ აი თავიდანვე პროექტირების დაწყებამდე კაფეოდ განსაზღვრული იყო მკაცრი ჩარჩოები, რომ ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული სივრცეები და ეს ისტორიული პავილიონები უნდა შენარჩუნებულიყო და სამომავლოდ უნდა რეაბილიტაცია განხორციელდეს და დამატებით რა ფუნქციებით ხდება ეს აი გოგამაც აღნიშნა რომ დამატებით იმხელა ტრაფიკს შექმნის საინტერესოს რომ ურთიერთკავშირი და ეს ჰარმონიულობა თუნდაც მრავალფუნქციურია ეს სავაჭრო ობიექტების და საზოგადოებრივი სივრცეების ინტეგრირებული იქნება ერთმანეთში და მომსვლელი ადამიანისთვის საინტერესო სივრცე გაჩნდება როგორც გამოფენაზე მოსასვლელად ისე დამატებითი და დასასვენებელი თუ სავაჭრო სივრცეების კუთხით და ოფისები ცალკე დამატებითი მოძრაობა შექმნის რაც ფიქრობთ და მიგვაჩნია რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება ამ ტერიტორიისთვის. დიდი მადლობა. რესან თქვენთან მექნება ბოლოსკენ შეკითხვა. ჩვენ პრაქტიკულად ვსაუბრობთ ისევ წეღანაც ვახსენე რომ citizen-ი გარკვეულწილად რაღაც ახალ სტანდარტებს პერიოდულად შემოაქვს ქალაქში, ხო? და ექსპო ჯორჯია აქამდე რაღაც მოკლედ ესეთი ცალკე გაყენებული სივრცე იყო და დღეს ეს ხდება უფრო ესეთი მულტიფუნქციური და ეს ჩვენი ქალაქისთვის რაღაც ახალი სიტყვა. თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ თუ არსებობს როგორია საერთაშორისო გამოცდილებები ამ კუთხით ესეთ ტიპის პროექტები სად და როგორი გვხდება? ძალიან ისე ჩვეულებრივი პრაქტიკაა პრინციპში არაერთი არის არაერთ ქვეყანაში და არაერთ საგამოფენო სივრცე არის, რომელიც არის აი მულტიფუნქციური ზუსტად როგორც იგეგმება, იქიდან გამომდინარე, რომ დატვირთულობის ხარისხი საგამოფენო სივრცეების არ არის 100%-იანი არსად არ არის ასე და იმისთვის რომ ეს იყოს რაციონალური და თქვა კომერციულად საინტერესო ხდება მისი ფუნქციების, ანუ სხვადასხვა ფუნქციების შეთავსება. ჩვენს გარკვეულწილად ამ გზით წავედით, როცა იჯარით გავეცით ნაწილი ჩვენი სივრცის ამ კუთხით თქვათ რაღაც სავაჭრო სივრცეების გაჩენა, კომერციული სივრცეების გაჩენა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუნდაც იმისთვის, რომ აი შეიქმნას რაღაცა ახალი მიზიდულობის ცენტრი ამ სივრცეში და ამ სივრცეს რა თქმა უნდა გარდა საგამოფენო ტერიტორიისა, ასევე ზოგად მიმდებარე სივრცეს სჭირდება სხვა ტიპის განვითარება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და თქვათ ყველას ასეთ სურვილი გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი თავისთავად იქნება ძალიან კარგი ბიძგი თვითონ ამ აქეთა სანაპიროს ასე ვთქვათ და კონკრეტულად ამ მიმართულების განვითარების კუთხით და ზუსტად ასეთი მიზიდულობის ცენტრის გაჩენის კუთხით. ეხლა ჩვენ კიდე გვიწევს აუხსნა მოვიყვანოთ ადამიანები, ანუ არიან ქალაქში ჯერ კიდე ადამიანები, რომლებიც არ არიან ამყოფი საგამოფენო სივრცეში, შეიძლება არიან როგორც ვთქვათ პარკში, მაგრამ გამოფენაზე არ არიან ამყოფი, ასეთ შეიძლება ცოტა არის, მაგრამ მაინც არის და დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი მულტიფუნქციურობა სწორედ ამ შედეგს მოგცემს ჩვენ რომ ჩვენ გავხდებით საგამოფენო სივრცე გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი მთლიანად ქალაქისთვის, არ მხოლოდ თქვათ კონკრეტულად ამისთვის. არაერთი არის ასეთი შეგვიძლია ნახოთ ჩვენს და ეს არის ჩვეულებრივი ესეთი მიღებული პრაქტიკა, ასე ვთქვათ და ამ კუთხით მხოლოდ მისასალმებელია. დიდი მადლობა და ბოლოს შეკითხვა გოგა თქვენთან და დავასრულებ. აი ამ პროცესში, რადგან კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, ახალი რაღაც იქნება, მინდა რომ ჩვენი მსმენელებისთვისაც და მე უკვე ალბათ ფართო აუდიტორიისთვისაც კიდევ ერთხელ კარგად განვმარტოთ, რამდენად დაცული იქნება როგორც ბიზნესის, ასევე საზოგადოების ინტერესი. იმიტომ რომ და ღრმად მწამს, რომ ამ პროექტის დაწყების დღიდან ბევრი მითქმა-მოთქმა უკვე არსებობს და კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ და გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ხედვა ჩვენი კომპანიის ზუსტად ეს იყო, რომ საზოგადოებრივი ინტერესი დაცულიყო, დამატებით ჩვენი ხედვისა ჩვენ ეს მანამდე არ იყო ამ ტერიტორიის მიმართ და ავიღეთ საკანონმდებლო დონეზე ვალდებულება, რომ არსებული პარკი ხო, შენარჩუნებულიყო საზოგადოებისთვის და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილიყო დახურული და არც გამختارიყო რაღაცა კომპლექსის ნაწილი მხოლოდ და აქ მაცხოვრებლების და აქ ვინც ოფისებში ივლიან სავაჭრო ცენტრშია და ეს მნიშვნელოვანი ვალდებულება ჩვენ თვითონ გავიჩინეთ, ასე ვთქვათ და ჩვენ თვითონ ავიღეთ ჩვენ თავზე რომ და ჩემი აზრით გარდა იმისა, რაც ჩვენ ვთქვით, ხა პავილიონების განვითარება, გვერდზე ინფრასტრუქტურის და სხვა კომერციული სივრცეების, რა თქმა უნდა, ასევე იგეგმება კიდე დამატებით ამ პარკის კიდე უფრო გამრავალფეროვნება, ახალი ნარგავების, რაღაც ინფრასტრუქტურის და ასე შემდეგ, რომ კიდე უფრო უკეთესი იყოს და კიდე უფრო ბევრი ხალხი იყოს ვიზიტორი ამ პარკში და ასე შემდეგ. დიდი მადლობა თითოეულ პანელის თითოეულ მონაწილეს. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე და მალე იმიტომ რომ ძალიან სწრაფად გადის დრო, ვიხილავთ ახალ მიზიდულობის ცენტრს და ძალიან საინტერესო და წარმატებულ პროექტს. მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენი პანელის დრო სამწუხაროდ გავიდა, ასე რომ ჩვენ დაკავშირებულებით.